მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და გვინდა რომ თქვენს ოჯახებში მუდამ ტრიალებდეს აღდგომის მადლი. გვინდა რომ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ და გფარავდეთ ღმერთი. საზეიმო გადაცემა გვაქვს და ჩვენ სტუმრებთან ერთად დღესასწაულებზე ვისაუბრებთ. და ჩვენი პირველი სტუმარია კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. ლილიკო გვიხარია რომ გვესტუმრე. ძალიან. მეც მიხარია. ძალიან და ჩვენს ბავშვებს ძალიან უყვართ შენი სიმღერები, მეც მიყვარს და გოგიჩასაც ხო? რა თქმა უნდა მიყვარს რომელია. და აქვე ვიტყვი რომ ლილიკო შენი თანამშრომლობა ვასტებობსთან უკვე წლებს ითვლის. კი, 10 წელზე მეც ითვლის, მე ასე მგონია. საკმაოდ დიდი სტაჟია და გამოსტა. ჩემმა შვილმაც კი მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ კონცერტზე კი 4 წლის იყო, როცა თამუნა ამონაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა, მაგრამ ეს იყო მაკას დამსახურება, იმიტომ რომ დედა არ უწერდა შვილს სიმღერას. ესეთი რაღაც იყო და ნუ მაკამ სულ დედა გამოსწორდა? არა. შვილისთვის არა. შვილისთვის არა და დანარჩენი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის, რა თქმა უნდა, ისე აგზელებს მუშაობას. კი. დღევანდელი ჩვენი თემა არის ზეიმი, დღესასწაულები. აი თქვენთან სახში მაგალითად აღდგომის დღესასწაულს როგორ აღნიშნავთ? რა თქმა უნდა, ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც ესეთი შეღებილი კვერცხებია, ფერადი და რა ვიცი, აი მეც თითქოს რაღაცას ვცდილობ, რომ გავაკეთო. ჯეჯილი რასაც თვითონ აკეთებ მე ხოლმე და მე ძალიან მიხარია და შემდეგ ესეთ დამახვედრება ხოლმე.
სიმღერებს როგორ წერ ხოლმე ეს სახლში? რა ხდება? რა პროცესია ეს? ჩუმად ოჯახი თუ იღებს მონაწილეობას? არავინ არა, შევიპარები ხოლმე ჩუმად. ანუ შენი ადგილი გაქვს სპეციალური, სადაც შეიპარები? კი, ჩემ ოთახში ეხა ინსტრუმენტი გამიფუჭდა და არა ეწყობა თურმე არასდროს ესე მითხრეს. უი. ჟუჟუნაცრიმა მოვიდა 20 წელია მაგ ინსტრუმენტზე მუშაობ და ესე ვერლები მოკლედ. არც უნდა შეელიოთ. ხო და ეს მეფერები ხოლმე. ძალიან ძველია და ოღონდ კარგია, იმიტომ რომ მე ესეთი საჩუქრები გამიკეთა ჩემმა ინსტრუმენტმა. აუ, რაღაც ამეტი რა. ჩუმად რომ მიიპარები. ამ დროს მუზები უკვე მოპარულები არიან. მოპარულები არიან, კი. და როგორ მოიპარებიან ხო? ვერასოდეს ვერ პასუხობ მაგ კითხვას სწორად, ანუ ისე რომ სხვისთვის გასაგები იყოს. ჩვენი სტუდიის ბავშვებისთვის შენი სიმღერები დიდი საჩუქარია. ძალიან. ჩემთვისაც ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ბავშვებისთვის წერ, იმიტომ რომ რაღაცა სხვა სითბო მოდის მათი ნამღერიდან, სხვა განწყობა მოდის და მეც ეს ისეთი ენერგიით მავსებს და ისე მიხარია, რომ რაღაცა თვალცრემლიანი უსმენ ხოლმე ყოველთვის ბავშვებს, როდესაც მღერია. Machine შენთან სტუმრად ზაფხული მოვა ზაფხული გველის და გული მღერის ნაიფერათა დაიფერა სისხლებს ელის ათასი ფერის ყვავილები პეპლები და ცისარტყელა თები და გზები წვანებელები ნაკადული სისის სიმღერა გაკრება და მზე გამოვა როცა გაიგებ ჩიტების ხმას მაშინ შენთან სტუმრად ზაფხული მოვა ზაფხული გველის და გული მღერის ნაიფერათა დაიფერა სისხლებს ელის ათასი ფერის ყვავილები პეპლები და ცისარტყელა თები და გზები წვანებელები ნაკადული სისის სიმღერა და ყველგან გველის ათასი ფერის ყვავილები პეპლები და ცისარტყელა აი ჩვენ მოვისმინეთ ახლა სიმღერა და ლილიკო ალბათ დამეთანხმები რომ ჩვენი სტუდია საბავშვო სიმღერების ჰიტად ქცევის ნამდვილი საამქრო არის, კი, მე და სხვათა შორის თუ ბავშვებს სიმღერა მოეწონათ, მას ძალიან მალე აიტაცებენ და შეიყვარებენ, ხო ასეა? ხო, მაგრამ ბავშვები რო უფრო აქტიურები იყვნენ, მათ მიმართ ვინც მათ სიმღერას უწერს, უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენს არმაცები ვართ. აი რა იგულისხმება აქტიურობაში ბავშვების აქტიურობაში ხო მე ხშირად უნდა შეგაწუხოთ? კი, რო დაგირეკოთ? კი, აბა. დაგირეკოთ? კი. წერილი გავუხსნით. ალბათ ყველა ბავშვი ახლა ისმენს ამას და გაგზავნეთ წერილები ბავშვებო, დაურეკეთ და ეს ჩვენი ძალიან კარგი კომპოზიტორები კიდევ უფრო მეტ სიმღერას დაგიწერეთ. აუცილებლად. რა მაგარია? სხვათა შორის ეს პირველი კომპოზიტორია, ვინც ასეთი შესანიშნავი იდეა მოგვაწოდა. არაჩვეულებრივი აზრი მოგვაწოდა. შეგაწუხეთ. იმიტომ რომ ბავშვს ხო უარს ვერასოდეს ვერ ეუბნები ვერაფერზე. აი კი.
ბავშვის სხვათა შორის რეაქციიდან აი სიმღერის მიმართ იქვე მიხვდები ეს სიმღერა გაჰიტდება თუ არა? რა თქმა უნდა. წარმატებული იქნება თუ არა? აი მუზას რო ნამდვილად მოიდანს ეს ზუსტად ვიცი. თუ რამე დამიწერია მე ბასტიბუგისთვის ბავშვებისთვის ეს არის მართლა მაკას დამსახურება, იმიტომ რომ აი ზუსტად იცის, იმდენად კარგი სიმღერები აქვს თვითონ. არის ნომერ პირველი მართლა მე ამას ვიცახი რომ საბავშვო სიმღერებში მაკას არავინ არ ყავს ბადალი. აი არარსებული სიმღერები აქვს. აი მე მაგალითად რო ვისმენ ძალიან ცუდად ხვდები. აი ვტირი ვარ, რაღაცა ისეთი ემოციები მემართება რომ ეგ სულ თქვა მიჭირს, ანუ დადებით იცი ისეთი რაღაცა გულზე რო არ ვიცი, აი საოცრება მჭირს. მაგა რომ მეტყვის ორ სიტყვას, რომ იცი რა, მე სიმღერა მინდა გაზაფხულზე. ოღონდ იცი როგორი გაზაფხული? აი ზუსტად ვიცი უკვე რა უნდა დავწერო. აი იმდენად გადმოგცემს. სხვადასხვანაირი გაზაფხული არსებობს თურმე. ქალბატონი მაგაროშიძე არა მარტო კარგად წერს, არამედ ბავშვებისთვის სხვა კომპოზიტორის სიმღერებსაც ზუსტად არჩევს. და მინდა გითხრა რომ შენ ნამდვილად ფავორიტი ხარ. ამ შემთხვევაში ჩემი მუზა მაკა იქნება. ახალი სიმღერის თუ ორ სიტყვას მეტყვის ეს თქვენ ჩამიწყეთ საქმე. ეს ბავშვებმა წერილები წერილები ბავშვებმა დაგირეკონ და მაგას მეტყვის ორი სიტყვა. კარგი. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ეს კეთილი საქმე გავაკეთოთ. ახალ სიმღერას ველოდებით უახლოს მომავალში. კარგი.